Ძალა და ღირსება მეგობრებო. დღეს გავდივართ ჩარგალის მიმართულებით, ჟინვარი ჩარგალი. ჩარგალი მოგეხსენებათ ვაჟა-ფშაველას. ვაჟა-ფშაველას სოფელია. ფშავის ულამაზესი სოფელი. ხო და ეხლა ჩემი მწვანი ხვლიკით მოვინახულებთ ამ ულამაზეს ადგილს და შევეცდები ვაჟა-ფშაველას შესახებ საინტერესო ამბები მოგიყვეთ. იმიტომ რომ ყველა მიცის ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე ვაჟა-ფშაველას გამონათქვამებს. რადგან მართლაც გენიალური გამონათქვამები აქვს. შოთას მერე შეიძლება ითქვას, რომ ვაჟა არის თავისი უნიკალური აფორიზმებით და გამონათქვამებით. როგორც ჩემი მწვანე ხვლიკი, როგორც ხედავთ, არის იდეალურად გასუფთავებული, კარგად ვაბანავე და კარგახანია. 2 კვირა არის არ გამოსულვარ. 2 კვირა არ გავსულვარ და ძალიან მოწყენილი იყო. მოკლედ და დღეს სიხარულით სასეწია, როცა გავუთხარი რომ მივდივართ ამ ლოკაციაზე. ჩემს მწვანე ხვლიკსაც ძალიან უყვარს ვაჟა-ფშაველა, როგორც ყველა ნორმალურ ქართველ ადამიანსაც თუ მოტოციკლეთს. და მოკლედ ეს ძალიან საინტერესო დღე გვექნება, იმედია უფლის შეწევნით. ამინდი არის იდეალური. ამინდი არის იდეალურზე იდეალური და იმედია ასეც გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში. აგერ ჩემი სახლი გარსჯას უდაბნოში. საკმაოდ გრილა დღეს ჯერჯერობით, მაგრამ იმედია ცოტა დათვება. შუა დღისკენ იმედია კი არა, დათვება აუცილებლად. აი ამინდია გამოცხადებული. კარგია მოტოციკლებზე, როდესაც თბილი ჰაერი გიბერავს. Series not flat. Yeah. Hey, მელა კუდა ნახე პატარა. შემაიუნო. ეს სალმი თუ გამომივარ და ის დღე კარგად მაქვს დაცდილი. ზედმეტი ექსცესების გარეშე გავიარე ავტობანი შვიდობიანად და გავემართე შემოვლითი გზით ჩარგლის მიმართულებით.
რეებს აკეთებენ. ბიჭო, მოტოციკლებით რატო გადაეკვეთე? ღერძულაო და რეებს აკეთებს ხალხი, ბიჭო. მოტოციკლებით არ გადავყვეთო, მე ვინა ვარ. თქვენი დედა კი ვარ. რატ გადაეკვეთებეო? ასაშინოთ დადის ხალხი ხედავთ ძალიან კარგად. მარჯვნიდან, მარცხნიდან ასრებენ როგორც უნდათ, ეს არის რეალობა. სამწუხარო. და პოლიციაში მხვდები. აუცმოთ რა იცი რა ხდება. იტყვიან რომ რა კარგი ტიპები არიან. რა ქვია, ბაიკერები. შემეძლო გადამეჭრა, მაგრამ ეხა ეგ დაამახსოვრდება ადამიანია და მეორე ბაიკერს შეიძლება არ დაუწეროს ჟარიმა. მაგაშია საქმე. რა პრობლემა იყო ეხა აგა. დამინახა. მელოდებოდა, რა გავატარე. მაგის შუბაც დავხიე რა მიდის შემდგა. ჩაურთო ავარიული პატივისცემის ნიშნად. რო გაგატარებს ადამიანი. იმიტომ რომ ის არ არის მოვალე რომ გაგატაროს რა. არანაირად არ არის მოვალე. ამიტომ თუ გაგატარა, ჩაურთი ავარიული რა. თუ ძალიან ექსტრემალურ სიტუაციაში არ ახარ, იმიტომ რომ შეიძლება ავარიული ჩართვის მომენტში რაღაცა შეცდომა დაუშვა და არც ეგ ვარგა. მაგრამ რაიმე ჟესტით ანიშნე, რომ აფასებ მის ამ მანევრს. მაგრამ ამ შემთხვევაში ზოგიერთმა არ გამატარა. ავტობუსმა ოდნავად არ გადაწია და რას იზავ ხა ესე არა, ესეთი ისაა. უნდა დაელოდო, ხო? ამთავრდა.
გამარჯობა. ჩარგალში ასე წავა, ხო? ჩარგალში. ხო. არა მგონია. აქში. გამარჯობა. ჩარგალში ასე მიდის, ხო გზა? კი. როგორი გზა ასფალტი არის ჩარგლავზე? ასფალტია, ხო? აი შეიძლება რაღაც პატარა მონაკვეთები იყოს, რომ აი გასწორებულია ასფალტი რომ უნდა დაეგოს, რა გამდადებულია. აი ხანი არა ყოფილა. და შეიძლება ეცი 90% ესეც გზა, აი გზა. აჰა, კარგი, მადლობა. კარგი. კარგი. შენაწერი მდინარეობს. მოკლედ ჩარგალში ასე მიდის გზა. კაი ხანი არ ყოფილა რომ შეიძლება ცუდი გზაც იყოსო. ასე მითხრეს რომ ჯერ ასფალტი შეიძლება ბოლომდე არ მიდისო. ასფალტის ამბავი მაინტერესებდა თორე ჩარგალი კი აწერია იქ. რა ვქნათ? ვეკითხები ჩემს ხვლიკს. პასუხობს რომ კიდიაო. კიდია დანგრეული გზა, მაინც უნდა წავიდეთო ესე იგი. ვაჟაფშაველასთანო რა. მე არა ვარ, შენ რო ორჯერ ახარ ნამყოფი, მე არ უნდა ვნახო, მოკლედ. ესეთი რაღაც მითხრა ესე. ვაჟკაც სურათ არის განწყობაზე, ნახოთ იქ რა სიზავს. ნახოთ ადგილზე რომ მივალთ, რას გვეტყვის. ძალიან კარგი გზა არის. ესე იგი, აი როგორც რუსები იტყვიან, ასე ამბობს ახლა მე გითარგმნით, რასაც ჩემი მოტოციკლეტი ამბობს, წვანეხვლიკი. რისკ ბლაგაროდნაე ძელა. რა კიდე რა ისიც გამონათქვამი ანდაზა რუსული? რა? Кто не рискует, тот не пьет шампанского. О. მეც კი არ მახსოვდა ეგ საიდან გაახსენდა. Yeah. მართლაც კარგი გზა არის რა. მოსახვევები ტყით. Yeah. მაგარია. მამაზია რა. მე ყველაზე ძალიან ის მიყვარს რომ მიდიხარ ტყეთავდება და იწყება ალპური ზონა რა. ამაზე დიდი სიამოვნება არაფერი არ არის. აი მოგზაურობაში. და ახლა იქით დავინახე მოშორებით. აი თავად თოვლის ჩანს. საოცარია რა. ანუ ათიხარ მერე ალპურ მინდვრებს რო ასთევი და იწყება კლდე და მყინვარები. საოცარია მართლაც მაგარი რამეა. ჩარგალია 3 კილომეტრში კი ბატონო. ვაუ. როგორ შევიწროვდა გზა. აუ. ახე. თან ახლა ხო ვერ გაიქცევი სწრაფად. შენ, ედგედი. გოდი ჩემ ამაძაღლოს ეს. ციყვი. და აი მოვედით ჩარგალში, მოვედით მე და ჩემი მწვანეხვლიკი. სამწუხაროდ უშუალოდ ვაჟაფშაველას სახლი, სადაც ვაჟაფშაველა ცხოვრობდა.
ვერ მოვინახულეთ, იმიტომ რომ ხიდი იყო, აგერ ხედავთ კადრში მარცხნივ. ხიდი იყო დაზიანებული და ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობდა. შესაბამისად ვერ მოვინახულეთ, თუმცა ის სახლ-მუზეუმი, აქეთ მუზეუმი ვნახეთ. აგერ საღლუკაც შეგვქნა შვენივრად. გამარჯობა. ვაჟასიოგთან გადამიღი ფოტოებიო, მოკლედ გადაფიჩინდა ჩემი მოტოციკლები და უარს რა თქმა უნდა ვერ ვეტყოდი. მოკლედ ვიყოფებით ახლა სოფელ ჩარგალში. სოფელ ჩარგალში ვიყოფებით, აი ხედავთ. ხალხი საქონელს ერეკება, ახლა აქ ნამდვილად არ ვაპირებ გზის გაგრძელებას. სულტყუილა გაქვთ მაგის იმედი. მოკლედ რატო ახსენე ვაჟა-ფშაველას სოფლელობა? მოკლედ ესეთი საინტერესო ამბავი გადამხდა მე ვაჟა-ფშაველას უკავშირდება. მოგეხსენება თქვენი მონამორჩილი, ანუ მე და ჩემი მწვანე ხვლიკი დიდი მოყვარული ვართ ვაჟა-ფშაველას შემოქმედების, პიროვნების და ხშირად ვიშველიებ ხოლმე ვაჟა-ფშაველას ამა თუ იმ გამონათქვამს, ამა თუ იმ ცხოვრებისეულ მომენტს. ხო და ერთ-ერთ დედაქალაქელ თბილისელ პიროვნებას, საკმაოდ პატრიოტულ სხვათა შორის, საუბრობდით თანამედროვე ქალებზე. ის იძახდა, რომ მე რა მოხდა, რომ ქალი თქვათ ეწევა სიგარეტს, აცვია ასე შედარებით შილიფად, ბოზივის ჩაცმულობას არც ის მიესალმებოდა, რაღაც ნიუანსებზე, მოკლედ არ იყო წინააღმდეგი. და მე გავიხსენე ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი ფელეტონი, აღარ მახსოვს რომელი გაზეთიდან ახლა. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თიანეთის არისტოკრატიას უძღვნა და გაკიცხა სასტიკად იქ თიანელი მანდილოსნები, რომლებიც შლაპებით დადიოდნენ და ბანკოს თამაშობდნენ. და ასევე მამაკაცებსაც მწვავე მაუდის რაინდების კი უწოდა, გააკრიტიკა ძალიან მკაცრად. ხო და მე ვუთხარი ამ კაცმა მეთქი, შლაპაზეც კი ქონდა მეთქი, იმდენად ტრადიციების მიმდევარი იყო და გადაგებელი მეთქი. ბანკოს თამაშზე და იმაზეც კი ასეთი მკაცრი წერილი გამოაქვეყნა კაცო, გაზეთში გამოაქვეყნა რა. მაშინ ეს სერიოზული ის იყო. მაშინ არ იყო Facebook-ი და ეს რომ დაეპოსტა. გაზეთში გამოაქვეყნა. და სხვათა შორის ამაზე ძალიან მკაცრი რეაქცია ჰქონდათ იმათაც, ემუქრებოდნენ მეორე წერილში წერს თუ დამემუქრნენო, ცემითო და საბრალოებიო. ეს უბედურებიო, ცემით მემუქრებიანო. ვაჟა-ფშაველა ძალიან ძლიერი იყო და მაშინ ახალგაზრდა მაწვილი კაცი იყო და ჯანი ჰქონდა. ხო და ეს რო ვახსენებე ამ ჩემთან მოკამათემ, რომელიც მაინც და მაინც ამ კაცრად არ გამოირჩეოდა ესეთი მსგავსი რაღაცა გათანამედროვებული რაღაცეებისაგან,
არა კრიტიკული პოზიციით არ გამოირჩეოდა. მითხრა რომ აი რა აჟაფშაველაო სოფელში გაზრდილი ბიჭი იყო, ეხლა რაღაცეები ვარ ესმოდა. აი ეხლა რეაქცია რო გითხრათ, ჩემი რეაქცია ალბათ თქვენც ეხლა არ ვიცი ცნაური არ ვიცი და შევხედე მეთქი ეხლა უცებ დავფიქრე ხო აჟაფშაველა სოფელში გაზრდილი ბიჭი და ну აი ისე არ ვიცი აი ვერ ახსნი რა იმ რეაქციას და მე უთხარი მე ჯერ მეგონა რომ ხუმრობდა და მე რომ დავატყე სერიოზულად იცახდა მეთქი ასთაპარაკო მეთქი აჟაფშაველა უდიდესი მოაზროვნე უდიდესი ფილოსოფოსი აი მეთქი გველის ჩამელი დაწერა არ ვიცი რა აი სტუმარმასმიცელი დაწერა მეთქი ადამიანმა და აი რაღაც საოცარ რაღაცებს წერდა ხო ხუ მოგეთ წრევლები წამოვიდა სიცილისგან ხო და ასეთ საოცარ რაღაცებს წერდა ადამიანი და სოფელი აი რა ნიშნულობა აქვს თუ რაღაცა გააგრძელა კიდე და მე ცოტა შეშინები და არ შემეშინდა, მაგრამ მივხვდი რომ ნუ რაღაცა არის და სამწუხაროდ მსგავსი ძალიან ბევრი არის, აი ძალიან ბევრი არის ისეთი გამიგია თქვა ადამიანის ესეთი შეფასება, რომ აი სოფლელი ჩობანია ასე ელაპარაკები და ნუ მსგავსი რიტორიკის მქონე რეპლიკები და გამონათქვამები გამიგია რა ეს თბილისელი ის სხვათა შორის ნაღდი თბილისელი იყო, აი ხო ის აი ტიპები რო არიან და აი სოფელი მქონდეს ნეტა, ანუ ამას იმიტომ იძახიან რომ ხაზი გაუსვა რომ სოფელი არ აქვს, სოფელი კი არ უნდა. ანუ სოფელი ნეტა, სოფელი ბავშვობიდან ოცნებობდი, სოფელი მქონოდა, ამას იმიტომ იძახიან რომ ანუ ამაყობენ რომ სოფელიც კი არ აქვს, ესე იგი ისეთი თბილისელები არიან, ხო ხდებით? გამახსენდა და ძალიან ბევრი სხვათა შორის, აი უამრავი ადამიანია რომ ასე ფიქრობს. შეიძლება არ ამბობს, მაგრამ ძალიან ბევრი ფიქრობს ასე რომ აი ხა სოფელში გაზრდილია და თქვა ვეღაცა სიტყვაზე არ ვიცი რა, ვეღაცა საშაურმე ან ვეღაცის კაფე თუ არის ის და იქ ვეღაცა რომელიღაცა უბანში ვეღაცა ავტორიტეტს არიცნობს, ნუ ვეღაცა ჩობანია რა. ეს შეხედულება ეხლაც არის ძალიან ბევრში. ძალიან ბევრში ადრეც იყო და ალბათ არ ვიცი, როდიდან დაიწყო, არ ვიცი სხვათა შორის, მაგრამ ნუ ეს ფაქტია, რომ ჩვენ საზოგადოებაში ეს პრობლემა არის. ეს პრობლემა არის და არ ვიცი, საიდან მოდის ახლა ბევრი მას არ ვიცახი რომ სოფლელები ხა ყველა ვაჟაფშაველასნაირი არ არის რა თქმა უნდა და ძალიან ბნელი და გაუნათლებელი სოფლელის მინახავს და ქალაქელის ახლა, მაგრამ როდესაც ადამიანი ხას უსვავს რომ ეს სოფლელია და სოფლელი ჩობანია და იმიტომ არ უნდა ელაპარაკო, ხო გასაგებია ახლა რომ ანუ როგორც ვაჟაფშაველა იძახის აკაკის მიმართ მიწერილ ლექსში იმისო უარგისობის მიზეზი ფშავლობა არის სწორედაო. ანუ უარგისობის მიზეზად ფშავლობას რო ახსენებს აკაკი ხო? ხო და არ ვიცი მე აი მართლა გულით ვიძახი. მართლა ალალად ვიძახი ხა. ვინც მიცნობს ახლა იცის რომ არ მიყვარს ა. ერთი პერიოდი მქონდა სხვათა შორის, მეც მქონდა რაღაცა გარდატეხის პერიოდი და მინდოდა იმდენად ის იყო ეს მოხვეული თავზე რომ რაღაცა თბილისელი ტიპი ჩამოვიდოდა სოფელში და მთელი გოგოები თბილისელი ბიჭისკენ გარბოდნენ და მოკლედ მთელი ის იყო და პარმალა რომ მართლა მქონდა რაღაცა პერიოდი მქონდა ესეთი პროვინციალური აზროვნება, ესეთი სიდებილე რომ ეს ვფიქრობდი რომ ახლა თბილისელი რო ვიყო და აი თბილისელი ვარ ძმაო და ეს მათქმევინა მეთქი რა, მაგრამ
ძალიან ცოტა მცირე პერიოდი იყო და აი ალალად ვიძახი რომ აი განაიმიტო ხაი პირიქით ეგეც უყურმართობა არის რომ ადამიანმა ახლა თბილისელობა რაღაცა გრეხია და რაღაცა ეგეც მეორე სისულელეა რა თქმა ორივე სისულელე არის მაგრამ პირადად შემე რო თბილისელი ვიყო ახლა რომ მითხრა რომ აი შენ თბილისელი ხარ აი ამ ცნობიერებაში რაშიც ვარ ძალიან მაგრად მეწყინება არა იმიტომ რომ თბილისელობა მიტყდება ჟარგონურად რო ვთქვა რა არა ეს გასატეხი არ არის მაგრამ იმდენად ესე იგი ეს ჩემი როგორ ვთქვა უდაბნოელი რო რა ესეთი რაღაცა ძალიან განსხვავებული ძალიან ორიგინალური ადგილიდან რო ვარ რა სადაც უდაბნოა და ნუ საქართველოში 1.5 მილიონი თბილისელია დაახლოებით შეიძლება მეტი 2 მილიონი და 3 მილიონიდან და აი მე განსაკუთრებული ვარ ნახეთ აი უდაბნოელი რამდენია ხო თქვათ 500 ადამიანი 1000 ადამიანი რა რამდენად მე ასე აღვიქვა ამ ამბავს და ძალიან მიხარია რა არა იმიტომ რომ უდაბნოელები თქვათ რაღაცა ვიღარ ვინმეზე მეტად გამოსულები ვართ ან ვინმეზე მეტად ვაჟკაცები ვართ ან პატრიოტები არა უბრალოდ აი მე მიყვარს ეს ნიუანსი ჩემს წარმომავლობაში ჩემს და ერთხელ ვიბადებით ადამიანები და ერთხელ კვდებით რომ აი უდაბნოში გავიზარდე გარეჯის უდაბნოში ვარ გაზრდილი დაბადებული ახალ ქალაქში ვარ სხვათა შორის ახალ ქალაქში დავიბადე რადგანაც იქ იმშობია რა ესე იგი აი მოდის შევხმე ბაიკერები იქ იმშობია რა იქ იმშობია რა ესე იგი დედა ჩემ აუ აი სოფლელი კაცია ხა ვიღაცა იტყვის რომ სოფელი გაზრდილი ბიჭია ხოდა არა სად იმას ვიზავ სად გავჩერდი ხოდა აი ეს აი ძალიან მაგრად მიყვარს ჩემს იმაში ჩემს ბიოგრაფიაში ეს რომ ახალ ქალაქში დავიბადე ჯავახში აი შეაგი ამ ფეხში წამეტანა ხოდა აი სოფლის მინუსი არა მინუსი არ არის ახლა ძაღლია სხვაში ვედი შვიდობიანად გამოვცდით იმას სხვას. მაგრამ სულ ეს იყო რაც მინდოდა მე თქვა. ხო და ზოგი რა ვქნათ ეგრე არის. ასე გამოხატავს თავის ასე ვთქვათ თავის კმაყოფილებას რომ ქალაქელი არის და აი ვაჟაბშაველასაც გამახსენდა ახლა სიტყვები ვით დაუწუნოთ სვავებსა გრძნობის გამოთქმა ქშენითავ აი ოხრა ქშენით რო ეს არის ქშენით გამოთქმული გრძნობა რომ თბილისელი ვარ ძმა თუნდაც აი ბათუმელი ვარ და არა აქ მნიშვნელობა თუ შენ ესე იგი გეოგრაფიული შეიძლება გიამაყებოდეს კი ბატონო თბილისელი რო ხარ მაგრამ შენ თუ ეს განსაზღვრელად გამოსულობის განსაზღვრელად მიგაჩნია ხარ ჩვეულებრივი იდიოტი კრეტინი არა კრეტინი ის არის რუსული სიტყვა მაპატიეთ რა შეურაცხადი ხარ ჩვეულებრივად რა ჩამორჩენილი ერთუჯრედიანი ამება ან ახლა მე რო ვთქვა რომ აი მე ახლა გარეჯის უდაბნოში მონასტერში გავიზარდე ფაქტიურად ნახევარზე მეტი ჩემი ცხოვრების მონასტერში მაქვს გატარებული და მე გამოსული ტიპი ვარ და ვიღაცაზე მეტი მესმის დავთავრდა იქ შენი ისტორია რა შენ ხარ ყველაზე უკანასკნელი ყველაზე იდიოტი ეგ არის რეალობა რაც შეეხება ახლა რატომ მიყვარს ვაჟობშაველა ნუ პირველ რიგში ალბათ იმიტომ მიყვარს რომ მაგარი მწერალია ახლა გამონაკლისია არა ვარ ძალიან ბევრს უყვარს
უმრავლესობას უყვარს ვაჟა-ფშაველა მიუხედავად იმისა, რომ სოფლელი ბიჭი იყო. უკვე იმდენი ვიცინე რომ აღარ მეცინება. მიუხედავად ამისა, მაინც ყველას უყვარს. მაგრამ ალბათ უფრო ყველაზე დიდი სტიმული ის იყო, რომ მამაჩემს აი სიგიჟემდე უყვარს ვაჟა-ფშაველა, მონოგრაფიებს წერდა, ვარჩევდით, საუბრობდით მის თითოეულ გამონათქვამზე. აი მნიშვნელობა აქვს მოკლედ შობლის, რა თქმა უნდა, შობლის გატაცებას, პოზიციას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. და აი ვაჟა-ფშაველა არის ჩემთვის მართლა საოცარი მწერალი. არის მისი ისტორია თითოეული აი გამოქვეყნებული გაზეთში ის რო ვთქვი, რომ გააკრიტიკა შლაპოსნები რო უწოდა. როგორი სიყვარული ჩანს ამ ყველაფერში, თითოეული ქართველი როგორ ეძვირფასება, ესე იგი აი გადაირევი. ის შლაპოსანიც კი როგორ უყვარს და უნდა რომ იყოს ზღანაირი, უფრო ქართული. იმიტომ კი არ აკრიტიკებს, რომ ამით თავის ზოგი ილანძღება, რომ აი თავისი გაისწოროს, რაღაც დაიკმაყოფილოს, რაღაც თავის აგრესია, აგრესიული ეგო დაიკმაყოფილოს. არავით არის მსგავსი რა, რაღაც საოცარი სიყვარულით მოიხსენიებს ამ ადამიანებს. აუცილებლად. მაგარია. ისე უნდა მოუტრიალდეთ ახლა, რომ არ დავსვაროთ ჩვენი ბაიკი, არ დავსვაროთ არავითარ შემთხვევაში. გინდა თუ არა გავიაროთ ამ იმაზე და ახლა უარს ვერ ვეტყოდი ხვლიკს. კიდე ერთი კეთილის ენი არ გამომეკიდო იცოდე რომ წავთ, რომ დავბრუნდები და ტაქსში. აი, როგორ ესმის? ჭკვიანები არიან, ნახოთ აბა გამომეკიდება, არ გამომეკიდება. აკინაღამ ავარია შემეთხვა, გასწრებაზე გავდიოდი და სიმსიმის ჩართვის გარეშე ძალიან მკვეთრად გადმომიხდა მანქანა. კადრში ახლა ისე არ ჩანს, თუ რა ახლოს მივედი. თითქმის კინაღამ დავოჯახე. რამაც ბუნებრივია, ჩემი მძვინვარება გამოიწე, გავაჩერე მანქანა. აღმოჩნდა, რომ ვერ შემომჩნია და შესაბამისად ბოდიში მოიხატა ადამიანმა და მშვიდობიანად დავშორდით ერთმანეთს. ასე რომ ფრთხილად უნდა იყოთ მეგობრებო ნებისმიერ სიტუაციაში.
და აი ქალაქი დედაქალაქი დედაქალაქში რო აღიზრდება ადამიანი ეს აპრიორი ნიშნავს რომ ის არის იდეალური ყველაფერი ესმის ყველაფრის აზრზეა სოფელი რა ვაჟაფშაველა ბიჭო აი ეს ვაჟაფშაველა სოფლელი რაღაცა ხიხო რა ჩობანი იყო სოფლელი შეუძლებელი დაი დაუბრუნდი როგორც იქნა ჩემს მშობლიურ მიწებზე, ტერიტორიაზე, ჩემს მშობლიურ სოფელში შევდივარ ახლა. როგორც თავში აღნიშნა, ეს სოფელში გაზრდილი ბიჭი ვარ. მადლობა უხელს შენივერ ჩაიარა ყველაფერმა მშვიდობიანად. იყო მცირედი ესე იგი წესები. სახიფათო მომენტები როგორც ყოველთვის მოტოციკლებით გადაადგილებას მგზავრობას ყოველთვის ახლავს მსგავსი მომენტები არაფერი განსაკუთრებული ასე დასრულდა ჩვენი გასეირნება ჩარგალის მიმართულებით და აი სოფელი უდაბნო